დღეს 10 მაისია თქვენ უყურებთ კურიერი PS ავტოგვასალიასთან და სანდრო კაჭახიძესთან ერთად საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინშია. სულ რამდენიმე საათში გაირკვევა, ვინ დაიკავებს საპატრიარქო ტახტს ილია მეორის შემდეგ. სამების საკათედრო ტაძარში სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ეწყობა სივრცე ისტორიული კრებისთვის, სადაც ქართული ეკლესიის მომავალი უნდა გადაწყდეს. მოსაყდრე შიო მეუფეიობი და მეუფე გრიგოლი, ვინ გახდება საქართველოს 152 პატრიარქი, ეს ხვალ გაირკვევა. გაფართოებული კრება 13 საათზე დაიწყება. კრებას დაესწრება 39 მეუფე და 1200 დელეგატი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. როგორ წარიმართება პატრიარქის არჩევის პროცესი და რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ქართული ეკლესიისთვის? ხათუნა გაგნიძის და ლუკა ჩადუნელის რეპორტაჟი. ვემზადებით ეკლესიას ეყოლება ახალი წყემსთავარი, სამების საკათედრო ტაძარი, ნამდვილად გვირგვინია ჩვენი უწმინდესის მოღვაწეობისა, ძალიან სასიხარულო რომ აქ იქნება ეს ყოველი. ახალი ეპოქის დასაწყისი. სამების საკათედრო ტაძარი ისტორიული მოვლენის მასპინძელია. პატრიარქ ილია მეორის კურთხევით აშენებულ ტაძარში სულ რამდენიმე საათში საპატრიარქო ტახტის ახალ მემკვიდრეს აირჩევენ. მოსაყდრე მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის ისტორიის ახალ ფურცელს ერთ-ერთი მათგანი გადაშლის. სამების საკათედრო ტაძარში ახლა ბოლო საორგანიზაციო ტექნიკურ დეტალებს გადიან. აქ ქვეყნის 152 პატრიარქს ორშაბათს აირჩევენ. საეკლესიო კრება სამებაში 11 მაისს 13 საათზე დაიწყება. სინოდის წევრები და საპატრიარქო კანდიდატები ტაძრის შუაგულში მაგიდებთან განთავსდებიან საარჩევნო პროცესს 1200-მდე მოწვეული დელეგატიც დაესწრება. სამების ტაძარში საეკლესიო კრებისთვის რამდენიმე დღე აემზადებიან. ორშაბათ დილით უკვე ყველაფერი იქნება მობილიზებული და ორგანიზებული და უკვე პირველ საათზე დაველოდებით ბელთავრებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრეს, თავიდან შესრულდება სრულიად საქართველოს პატრიარქის სულის საუხად პანაშვიდი და უკვე დაიწყება წესი პატრიარქის არჩევის. მამა კირიონი არის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ზანა რომ აი აქ იქნებაო და ხა მამა აქ არ მსახურობს, უბრალოდ მოხდა რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქების ხატია და ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა რომ ეს ადგილი იყო ესე შერჩეული შემთხვევით და აი აქ უნდა მოხდეს ეს ფარულად არჩევანის გაკეთება და შემდეგ აქედან ბელთავარი გადაბრძანდება შუა ტაძარში და გამჭვირვალე ყუთში მოათავსებს მის არჩევანს. გაფართოებული კრების პროტოკოლით საარჩევნო პროცესს მეუფეებით დაკომპლექტებული კომისიები გაუძღვებიან. სამი კანდიდატი იქნება დაბეჭდი ბიულეტენზე და ამორჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი იდება კონვერტში და მოთავსდება შემდეგ საარჩევნო ყუთში. კრებას პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე შიო გახსნის. ზოგადად მოსაყდრე არის ამ ყველაფრის წამყვანი და თავმჯდომარე, მაგრამ რადგანაც თვითონ არის ერთ-ერთი კანდიდატი, პროცედურა უნდა წარმართოს იქ სხვა ეპისკოპოსმა და ძირითადად იქნება საარჩევნო კომისიის წევრები, ვინც არიან, იმათ უნდა წარმართონ დანარჩენი პროცედურა. იქ უნდა დაიდგას ყუთი. ეს ყუთი უნდა იყოს გამჭვირვალე, როდესაც მორჩება ეს პროცედურა ხმის მიცემის. აი ამის შემდეგ უკვე ეს ყუთი გაიხსნება საჯაროდ იქვე ეპისკოპოსების თვალწინ, კომისია სპეციალურად გამზადებულ ჭურჭელში ჩააგდებს აი ამ ასე თქვათ ბიულეტენებს, რომელიც უკვე როცა დაითვლება ხმები და დასრულდება დასახელება, უნდა დაიწყოს. ეს იმისათვის, რომ ასე თქვათ ხმის ფარულობა იქნას დაცული. მე-14 გაფართოებული საეკლესიო კრება ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობითი იქნება. პატრიარქის არჩევის პროცესს ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1200 სტუმარი დაესწრება. მთელ ტაძარში განლაგებული იქნება სკამები და იქნება. სანამ ეპისკოპოსები არჩევანს გააკეთებენ პატრიარქობის კანდიდატებს და დელეგატების ნაწილს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა ექნება. კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში 12 საათამდე უნდა მოხდეს
სტუმრების მიღება, დელეგატების მიღება, კაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა, საპატრიარქო კანდიდატებს ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი. დებულებაში გვეწერია სათათბირო ხმის უფლებით არიან დელეგატები. სათათბირო ხმა რას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს თეორიულად აქვს უფლება, რომ თავისი მოსაზრება გამოთქვას ან კრების მიმდინარეობაზე, ან ცალკეული კანდიდატის შესახებ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, ან რა პრობლემას ხედავს. და საბოლოო ჯამში ესე გადაწყდა, რომ თითო ეპარქიიდან მხოლოდ თითო დელეგატს ექნება გახმოვანების საშუალება თავისი აზრის. ამის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსის მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, გამარჯვებულად ჩაითვლება. ხმების სხვაგვარი განაწილების შემთხვევაში ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება. ვთქვათ, ვერც ერთმა ვერ დააგროვა ნახევარზე მეტი. ჩვენ ვიცით, რომ მეორე ტურში ის ორი კანდიდატი იყრის კენჭს, ვინც ხმათა უმრავლესობა მიიღო. ხმების უმრავლესობა. და უკვე ხმათა უმრავლესობა მოხდება ამ ორში არჩევა. კრება დახურული იქნება. მხოლოდ გახსნის და კენჭისყრის პროცესი, ასევე არჩევნების შედეგების გამოცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას ვიდეოფირზე სრულად ასახავენ. გახსნა ამ კრებისა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა ეს აღარ გადაიცემა და საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. საჭირო ინფორმაციას და კადრებს უკვე დასრულების მერე თუ ჩავთვლით საჭიროდ და იქნება ამის აუცილებლობა, გავავრცელებთ ჩვენ თვითონ. შედეგს გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამცველი კომისიის თავმჯდომარე. ხვალ გამოვაცხადებთ ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა. არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია ტრადიციულად სვეტი ცხოველში ჩატარდება. აღსაყდრების ცერემონიას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან. ახალი კათოლიკოს პატრიარქი მართლმადიდებელი საერთო ოჯახის წევრი ხდება და ეს ევქარისტიული კავშირის დამყარება არის ამის დადასტურება, რომ შენს კანონიკურობას აღიარებენ მათი ჩამოსვლით და შენი დახვედრით. სტუმრის სტატუსით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რანგის, იგივე პოლიტიკოსები შეიძლება დაესწრონ, ან სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც. საერთო წირვის დაწყებამდე არის წარდგენა, მანამდე იწყება ეს პროცესი ინტრონიზაციის და ის უკვე კათოლიკოს პატრიარქის რანგში აღასრულებს წირვას. და წირვის ბოლოს მას გადაეცემა საპატრიარქო, ასე ვთქვათ, კვერთხი. ზოწისფერი აცვია პატრიარქს. ანუ ეს მანტია გადაეცემა და ამით შეიმოსება და საზემო ვითარებაში გადაეცემა კუნკულ ბარტყული საპატრიარქო, ეს თავზე რაც აფერად შავი კუნკულ ბარტყული ბოლოს, მაგრამ მანამდე გადაეცემა კირიონის დროინდელი პანაღიები. გადაეცემა ღვთისმსახურების დროს ეგრეთ წოდებული ოქროს მიტრა, ძველი პატრიარქებიდან მოყოლებული ინახება. ქიროტონი თუ პირადესე მუდამთავარი გადასცემს, ან შეიძლება სათითაოდ ყველა ესეთი ნივთი, წმინდა ნივთი გადაეცეს სხვადასხვა მდამთავრების მიერ, ქიროტონის და მიხედვით. ახალ პატრიარქს ყველა ის ტიტული გადაეცემა, რასაც ილია მეორე ატარებდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამავდროულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი იქნება.